გადაცემის ბოლოს ჩვენ მოვისმენთ ხელისუფლების პოზიციას თვითმმართველობის არჩევნებზე და სხვა თემებზე და მართველი გუნდიდან გაგა კახიანი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეა ჩვენი სტუმარი გიორგი კახიანი. მოგესალმებით ბატონო გიორგი, მადლობა დიდი თქვენს მონაწილეობისთვის. საუბრობდით თვითმმართველობის არჩევნებზე, ამიტომ ამით გადმოვალ თქვენთანაც, თუმცა სხვა კითხვებიც მაქვს. უფრო ცოტა დრო რჩება არჩევნებამდე ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ მონაწილეობა მიიღოს, ნაწილი პარტნიორებს ელოდება და ასე შემდეგ, მაგრამ მთავარი, ასე ვთქვათ, თქვენი კრიტიკის საბაბი გახდა ახლა დამკვირვებლების საკითხი. ისინი ამბობენ, რომ აი ევთოოდირის მოწვევას არაპირებს ხელისუფლება და ამ არჩევნებს აღარც უცხოელი დამკვირვებლები ეყოლება და ნუ კიდევ უფრო მეტად შეეცდება ხელისუფლება, რომ გააყალბოს არჩევნები. ეს არის თქვენი ოპოზიციების, ასე ვთქვათ, არგუმენტები და განცხადებები, მოსაზრებები. რას პასუხობთ, რატომ ამბობს მართველი ძალა უარს ამ მასზე, დამკვირვებელზე, ამ მრჩეველზე თქო, დამკვირვებლებს. მივესალმები მაყურებელს, გმადლობთ რომ მომიწვიეთ. ნუ რა თქმა უნდა, ჩვენი ინტერესი არის, რომ ეს არჩევნები იყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი და რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს ესეც იყოს. აი თქვენ კითხვა დამისვით, რომ რატომ ამბობთ უარს დამკვირვებლებზე. დამკვირვებლებზე რა თქმა უნდა არ ვამბობთ უარს და უამრავი საერთაშორისო დამკვირვებელი ეყოლება ამ არჩევნებს, ამაში დარწმუნებული ვარ. არა მარტო საერთაშორისო დამკვირვებლები, არამედ იქნებიან ქვეყნის შიგნითაც დამკვირვებლები და აი ოპოზიციის კრიტიკა შეიძლება ვინმეს თვალში ესე ვინმეს წარმოდგენაში ესე იყოს გაგებული, თითქოს დამკვირვებლები არ იქნებიან. ხო, სწორედ მათ არგუმენტზე გითხეთ, ისინი ამბობენ, რომ აი საერთოდ არავინ არ იქნება ისეთი, ვინც გააკონტროლებს მე პარლამენტის დაზინფორმაცია, დამკვირვებლები იქნებიან სხვადასხვა სახელმწიფო წარმომადგენლები, იქნებიან სახელმწიფოთა შორისი ორგანიზაციების წარმომადგენლები, იქნებიან, არ ვიცი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხვადასხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები და ასე შემდგომ. დამკვირვებლები იქნებიან. აქ თუ საუბარი არის იმაზე, რომ მაინც ევთოოდირის წარმომადგენლობა რატო არ იქნება, ისე ჩვენ მივყვებით იმ პრაქტიკას, რომელიც ზოგადად არსებობს სოფლიოში. ევთოოდირისთვის, ევთოოდირი საპარლამენტო არჩევნები როდესაც სტარდება და როდესაც საპრეზიდენტო არჩევნები ქონდა, ყოველთვის მონაწილეობდა. და რა თქმა უნდა, ამას ყველანაირად ჩვენ უზრუნველყოფთ. მაგრამ ზოგადი პრაქტიკა არის იმისი, რომ ევთოოდირი როგორც წესი თვითმმართველობის არჩევნებში ესე აქტიურად არ ერთვება. ეს არ არის მათი, ესე ვთქვათ, პრიორიტეტული არჩევნები. აი მე სხვათა შორის ამ თემით დავინტერესდი და უბრალოდ სტატისტიკაც კი მოვიძიე, მაინტერესებდა მსოფლიო სტატისტიკა როგორი არის ევთოოდირის აი ამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის და აი ბოლო 30 წლის ინფორმაცია რო ვთქვა, ხო აი თითქმის 30 წლის, 95 წლიდან 24 წლის ჩათვლით ინფორმაცია, სადაც ევთოოდირს ზოგადად მიუღია, ხო, მონაწილეობა. სტატისტიკა არის ესეთი, რომ 286 შემთხვევა არის, როდესაც საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა, ანუ თუ კი სადმე აკვირდებოდა. სხვადასხვა ქვეყნებში და მხოლოდ 38 შემთხვევა არის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის. ანუ ეს თავისთავად ეს ციფრები მიუთითებს იმაზე, რომ ეს არ არის პრიორიტეტული ევთოოდირისთვის და ანუ ჩვენც არ გვინდა ხა ზოგადი წესიდან გამომდინარე რაღაც გამონაკლისები გავაკეთოთ, მაგრამ რა თქმა უნდა დამკვირვებლები იქნებიან ამ არჩევნებში, დამკვირვებლები დააკვირდებიან და როგორც გითხარით, შიდა დამკვირვებლები ძალიან ბევრი იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ და ასე რომ ამ თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არ ექნება ამას. ხო, თუმცა თქვენ ხშირად აპელირებთ ხოლმე იგივე ევთოოდირის დასკვნაზე, ხო, წინა არჩევნებთან მიმართებაშიც, რაზეც მე ოპოზიციას საყვედურობთ, რომ მეტი ვიღას უნდა ეთქვა, რომ არჩევნები ასე თუ ისე ჩატარდა რაღაც ნორმალურად და სამართლიანად და მაინც არ აღიარებენ, თქვათ, არჩევნების ლეგიტიმურობას თქვენი ოპონენტები. ამ შემთხვევაში იმისთვის, რომ თქვათ, რაღაც მეტი ნდობა იყოს, იმისთვის, რომ კიდე ეჭვები არ გაჩნდეს, ანუ ამისთვის რატომ არა ვთქვათ ევთოოდირი, რომელიც ყოფილა საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებზე, ყოფილა როცა არ დასწრებიან და ყოფილა როცა დასწრებიან. აი, ზოგადი პრაქტიკა რაც არის გითხარით, რაც შეეხება უშუალოდ ამას ევთოოდირის მონაწილეობა შედეგის თვალსაზრისით, აი ჩვენი ოპონენტებისთვის განსაკუთრებით რაიმე მნიშვნელობა ექნება თუ არა, დარწმუნებული ვარ, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება და რას გულისხმობ, იმიტომ რომ 2024 წლის არჩევნების ევთოოდირის დასკვნა გაითვალისწინეს. ევთოოდირმა თქვა, რომ 2024 წლის არჩევნები იყო კონკრეტული არჩევნები.
დადებითად შეაფასა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა და არანაირი კითხვა არ გაურჩენია ამ არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. მაგრამ მიუხედავად ამისა, დღეს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ წინასწარ იყო დაგეგმილი არჩევნების ლეგიტიმაციის ყალბი კამპანია და ოპოზიცია დღემდე არის ამ ჩაკეტილ წრეში ჩარჩენილიო და ეს რატომ მომყავს? ით მაგალითად, რომ ოპოზიცია მაინც იხელმძღვანელებს ლეგიტიმაციის კამპანიის გეგმითო და რას დაუპირისპირებს მაშინ მართველი გუნდი, იმიტომ რომ თუ კი მოლოდინი ასეთი გაქვთ, რომ ამ არჩევნების შემდეგაც რაც არ უნდა შედეგი დადგეს ოპოზიციამ თუ ვერ გაიმარჯვა, ისინი ისევ გამოვლენ და იყვნენ, რომ თქვა გაყავდა არჩევნები, აი ამას ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლას რას დაუპირისპირებს მართველი გუნდი? იცით, ყოველთვის იტყვიან ისინი, რომ არჩევნები გაყავდა, მანამ სანამ თვითონ არ ნახავენ, რომ არჩევნებში გაიმარჯვეს და ეს ალბათ არ მოხდება. სანამ ნაციონალური მოძრაობა არსებობს, იგი ხელისუფლებაში ვერასდროს ვერ მოbrunდება. და თავად, აი თუნდაც, როდესაც საუბრობენ, რომ არჩევნები გაყავდაო, ერთი რაღაც მტკიცებულება მაინც რაიმე თქვეს, ერთი ფაქტი მაინც არსებობს გაყალბების. ანუ ჰაერზე ლაპარაკობენ და ილაპარაკონ ესე რამდენიც უნდათ. ანუ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ანალოგიური გაქვთ ამ არჩევნების შემდეგაც, თქვა თუ კი რაღაცა ამაში ეჭვი არ მეპარება, რომ აი ხა დაიწყეს უკვე რაღაც სტატისტიკების გამოქვეყნება, აი კვლევების, რომ ქართულ ოცნებას თავის როგორც ჩანს, რომ თავის აპელირებენ, რომ თბილისში რაღაცა თავიანთი თითქოს ქართულ ოცნებას აქვს, აღარ მახსოვს რამდენი 25% მხარდაჭერა თქვეს და თვითონ ჯამში ამ ოპოზიციურმა პარტიებმა სადღაც 75%-მდე დაიწერეს მე მგონი, მაგრამ ესეთ როგორ გითხრათ, არასერიოზულ ციფრებს როდესაც აქვეყნებენ და ზოგადად საუბრობენ გაყალბებაზე, ანუ ეს უკვე რისი მანიშნებელია, იცით რომ ანუ ეს მანიშნებელია იმის რომ ანუ არჩევნების შედეგებს რო ნახავენ, არჩევნებში გაიმარჯვა ქართულმა ოცნებამ, აი იტყვიან რომ აი როგორ 25%-იანი მხარდაჭერა ჰქონდათ და რანაირად შეიძლება პარტიას გაემარჯვა. ანუ ეს უკვე არის წინაპირობას ქმნიან ამისათვის, რომ ისევ იგივე ილაპარაკონ. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ოპოზიცია თავის აი რაღაც შიდა პოლიტიკურ ბუნებას ვერ შეიცვლის ვერანაირად. ისინი გაუთავებლად ილაპარაკებენ იმაზე, რომ არჩევნები გაყალდა, წინასაარჩევნო გარემო არ არის დემოკრატიული და ასე შემდეგ, მაგრამ გარემოს ნაწილში უნდა მეკითხა ზუსტად თქვენი ოპონენტები საუბრობენ პოლიტიკურ რეპრესიებზე, როდესაც ლიდერები ებსხედან ციხეში, ისევ დაიბარეს მამუკა ხაზარაძე, რომელიც ისევ არაპირებს მისვლას, დაიბარეს გიორგი გახარია, თუმცა უცნობი არ ვიცი მივა თუ არა, ნუ შესაძლოა ისევ მივიდეს ამ კომისიაზე, მაგრამ სწორედ ეს ფაქტები მოუყავთ თქვენ ოპონენტებს იმისთვის, რომ წინასაარჩევნო გარემოში მათ არ ეძლევა თქვა მე წინასაარჩევნო კამპანიის წარმოება თუ კი ლიდერები ციხეში იქნებიან და ასე შემდეგ. ანუ ამას რას უპასუხებთ და რატომ ხდება წინასაარჩევნო საგამოძიებო სტრუქტურებში მათი დაბარება? ანუ ეს დროში დამთხოვაა თუ პირიქით? ეხლა ვინც დღეს საპატიმრო დაწესებულებაში აღმოჩნდა, ფაქტურად თავისინებით აღმოჩნდნენ იქ. თვითონ მიიღეს გასწედი გადაწყვეტილება. არავის არ ქონდა იმის სურვილი, რომ ისინი იქ აღმოჩენილიყვნენ, უბრალოდ კანონის მოთხოვნა არის ესეთი, რომ არ უნდა გადაიხადო გირაო, როდესაც კანონს არ ღვევ და ისინი არ მოვიდნენ საგამოძიებო კომისიის მოთხოვნაზე და არ უნდა მოგიწევს მაშინ იქ ყოფნა, სადაც ეხლა არიან. ეხლა თვითონ გააკეთეს ესეთი არჩევანი. სხვა მეორე ნაწილმა ამ პოლიტიკოსების განსხვავებული არჩევანი გააკეთა, გადაიხადეს გირაო და ჩვეულებრივად აგრძელებენ, ხო? ანუ ეს აი აბსურდული, როგორ გითხრათ, რაღაც არგუმენტი არის იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს დევნა მიმდინარეობს. რა დევნა? თვითონ მიიღეს გადაწყვეტილება და არიან იქ, სადაც უნდათ რომ ყოფილიყვნენ. და რაც შეეხება ხა საგამოძიებო კომისიებზე დაბარებას, ალბათ, ნუ გულისხმობთ ბატონი გახარიას და ბატონი ხაზარაძის შემთხვევას. იგი რომლებიც ხელმეორე დაიბარეს კომისიაზე. ნუ ხაზარაძის შემთხვევაში უარს ამბობს ლელოს ლიდერი, ისევ არაპირებს რომ გამოცხადდეს. ნუ მისი გადასაწყვეტია, მაგრამ უბრალოდ ელემენტარული კითხვა ჩდება, რომ აი პირველი დაბარების შემდეგ მის მიმართ კიდევ იქ მოქალაქეები რომ მიდიან და რომ საუბრობენ, ბევრმა გააჟღერა ისეთი ფაქტები, რომ იქ TBC-ის მიმართებაში და ზოგიერთ შემთხვევაში უშუალოდ ხაზარაძე, ჯაფარიძე სახელის ხსენებაც ხდებოდა, რომ იქ ციხეში მყოფ ადამიანებს იქ სესხებს უფორმებდნენ, TBC იყო ამაში ჩართული და მოკლედ ის სქემა რაც ჰქონდათ აწყობილი, ხო, ნაციონალურ მოძრაობას, ამაში იყვნენ თითქოს ისინი ჩართული და აი მართლა უბრალოდ ჩემთვის არის აი გასაოცარი, რომ თუ თვლი რომ მართალი ხარ, პირიქით შენი მოთხოვნა უნდა იყოს, რომ მიხვიდე იქა და იქ საგამოძიებო კომისიის საჯაროა, რა თქმა უნდა და საზოგადოებას ესაუბრები, ხო? იქ საგამოძიებო კომისიას რო თავი დაანებო, იმ ტრიბუნით საზოგადოებას ესაუბრები და შენ რო რაღაცას გაბრალებენ, თუ მართალი ხარ, მიდი და გაიმართლე იქ. ხო, თუმცა ისინი ამბობენ, რომ ამით არ სურთ ლეგიტიმაცია მისცენ საპარლამენტო კომისიას, ნუ მათი არგუმენტი ეს არის და ისინი ამბობენ, რომ თუკი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების შეცდომებს სწავლობს, უკვე მეორედ ხაზარაძეს იბარებენ, თქვა ირაკლი კუპრაძე ამბობდა და ეს რა არგუმენტია, იცი? პოლიტიკურ
ასე ვთქვათ, ზეწოლის მექანიზმად. ანუ ეს არგუმენტი რო არის არალეგიტიმურია ვითომ პარლამენტი და აი ამას რო იშველებენ არგუმენტად, ამას იშველებენ იმის დასამალად, რომ იქ არ მივიდნენ და იმიტომ რომ გამოჩნდება ხო იქ რომ რასაც აბრალებენ, ხო, რასაც აბრალებენ ის ყველაფერი სიმართლეა და ამას გაურბიან უბრალოდ, ხო, ეხლა სხვა ლოგიკა ამაში უბრალოდ არ არსებობს. და ნუ ბატონი გახარია შემთხვევაშიც, ხო? ბატონი გახარია შემთხვევაშიც, ეხლა იქ ისეთი ბრალდებები გაჟღერდა მასთან მიმართებაში, რომ მეც ესე მგონია, რომ ნუ განსხვავებული შემთხვევა ის არის, რომ იქ გამოძიებაც მიმდინარეობს და საგამოძიებო მოქმედებები არის ფარული. და პირიქით აქაც მას ბატონ გახარიასაც შეუძლია, რომ მივიდეს და ღიად ისაუბროს თავის სიმართლეზე, თუ მართალია თავის საქმეში, მაგრამ ნუ ვინაიდან ამას თავს არიდებენ, ეს ერთ რამეს გვაფიქრე, ნუ არ ვიცი ბატონი გახარია რას იზამს, ხაზარაძემ თქვა რომ არაპირებს თვითონ შეიძლება ის მივიდეს და პირიქით ეს მის ინტერესში უნდა იყოს რომ აი ამ ტრიბუნით ისარგებლონ და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია. და ერთიც მინდა კითხო და მე გადავალ უკვე სხვა თემებზე. აქციები რუსთაველის გამზირზე გრძელდება, ჩვენ ნახეთ გამოჩნდნენ ნიღბიანი პირებიც, რაღაც ისმოდა ეს გზავნილები თითქოს რევოლუციასთან დაკავშირებით. შემდეგ ელენე ხოშტარიას განცხადება ვნახეთ რომ საარჩევნო პროცესს აქტიური წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს. როგორ აპირებს მართველი გუნდი წინასაარჩევნოთ სიტუაციის აი დეესკალაციას, სიმშვიდის შენარჩუნებას და ასე შემდეგ, თუ კი ასეთი გეგმით წავიდა ოპოზიცია, რომ მაქსიმალურად ეცადონ, რომ ხელი შეუშალონ საარჩევნო პროცესს. ნუ ჩვენ ქმნით ისეთ გარემოს, რომ არჩევნები ჩატარდეს თავისუფალ და სამართლიან გარემოში. ოპოზიცია ყოველთვის შეუძლია, რომ რადიკალიზმი და ეს სიმძაფრე შემოიტანოს. როდესაც აი რაღაც იმაზე არის საუბარი დეესკალაციაზე და თავისუფალ გარემოზე, ხო ეს მარტო ხელისუფლების ესე ვთქვათ პასუხისმგებლობა და ვალდებულება არ არის. მეორე მხრიდანაც არის, თუ არ არის იგივე მონდომება, ხო? მარტო ხელისუფლებისთვის ძალიან რთულია ამის გაკეთება. რომ ესე ვთქვათ 7 საარჩევნო გარემო იყოს, ხო? ამის ხელოვნურად რაღაც კონფლიქტური ესე ვთქვათ ვითარებების შექმნა ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს მათი პასუხისმგებლობა იქნება, იმიტომ რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საჯული არის ხალხი. და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ხო ხედავს თუ კი რამე ხდება ქვეყანაში, თუ კი რამე არასწორად ხდება, ძალიან სწორედ ანალიზსაც აკეთებს, ვისგან და რის გამო ხდება ყველაფერი ეს. ასე რომ თუ ოპოზიცია შეეცდება, რომ აი ეს პროცესები რაღაცნაირად ხო, თუმცა ხელისუფლებას რაღაც პრევენციული ზომები ხო უნდა მიიღოს, თქვა, ან რაღაც რომ ნუ ეს თავისთავად ხა პრევენციული ზომები ჩვენი მხრიდან ხა შესაბამისი ზომები მიღებულიც იქნება და ამაში ეჭვი არავის შეეპარო, საკმაოდ დიდი გამოცდილებაც გვაქვს აი ამ ესე ვთქვათ მავნებელი ოპოზიციის ასეთი საქმიანობის, ხო, მათი მოქმედებების უბრალოდ. ასე რომ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს მშვიდი. კარგით, ბატონო გიორგი, უნდა კითხოთ იმაზეც, რომ ევროპული საბჭო და ევროპარლამენტი უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ მექანიზმზე შეთანხმდნენ. ეს თემა უფრო აქტიური გახდა ისევ ქართულ ოცნებაში ამბობთ დღეს პრემიერსაც უსმინე, რომ ეს არის მორიგი შანტაჟის მექანიზმი და მაინც ელით რომ ეს ასე არ მოხდება, ანუ ამ უვიზო მიმოსვლას არ შეუჩერებენ საქართველოს. რატომ ხართ ასე დარწმუნებული, ანუ უნდა არსებობს თუ არა რეალურად ამის საფრთხე, ამის გარკვევას ვცდილობთ ან იმ ფონზე, როდესაც გვესმის ევროპელი პარტნიორებისგან კვლავ მკაცრი განცხადებები, რომ საქართველოს ევროპულ კურსს გადაუხვია. ისინი ასე თვლიან, ხო, ნაწილი ვინც ამ განცხადებებს აკეთებს. რატომ გაქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა ეს საკითხი რეალურად არ დადგეს დღის წესრიგში და მხოლოდ განცხადებებად დარჩეს? ნუ პირველ რიგში ისევ გავიმეორებ იმას, რომ ნუ სამწუხაროდ ესეთი მოქმედებები მართლა არის შანტაჟის მექანიზმი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ, ზოგადად ჩვენი ქვეყნის მიმართ და სამწუხაროდ ამის ცუდი გამოცდილება გვაქვს, ხო? ეს გვახსოვს მაგალითად კანდიდატის სტატუსი გამოყენებული იქნა შანტაჟის მექანიზმად. ჩვენ გვახსოვს შემდგომ უკვე მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლის გადაწყვეტილება გამოყენება ხდებოდა, ხო, შანტაჟის მექანიზმით. აი, მაგალითად ის გადაწყვეტილება რა ჩვენ მივიღეთ, რომ ჩვენ თვითონ აღარ დავაყენებთ ამ საკითხს, რა წუთშიც მოგცემთ მოლაპარაკებების ეტაპს, იმ წუთში შემოვერთდებით ამას, მაგრამ ჩვენ თვითონ არ დავაყენებთ, იმიტომ რომ ხედავთ, რომ ყოველ გაუთავებლად, ყოველ სამთვეში ერთხელ იმეორებდნენ, რომ არ ვაძლევთ მოლაპარაკებების ეტაპს, ანუ შანტაჟის მექანიზმად იყენებდნენ ამასაც. ეხლა, როდესაც ანალოგიური გონიათ ეს უვიზოსთან მიმართებაშიც? აი, მაგ მივდივარ, რომ მეც მგონია, რომ ესეც ერთ-ერთი მექანიზმი არის, რომ გავლენა მოახდინონ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაზე და ზოგადად ჩვენს ქვეყანაზე. იმიტომ რომ წესით
წესით ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხი დგება სახელმწიფოსთან მიმართებაში როდის? როდესაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს რაიმე საფრთხე შეიძლება შეექმნათ ვიზა ლიბერალიზაციის მქონე ქვეყნის მოქალაქეებისგან. ანუ ეგ როდესაც მაგალითად აქედან წასული ჩვენ საქართველოს შესული მოქალაქეები რაღაც კრიმინალი გაიზარდა ამა თუ იმ ევროკავშირის სახელმწიფოში ან მაგალითად რაღაც მიგრაციის საკითხებში პრობლემა არის ან თანამშრომლობა არ არის თქვა შესაბამის უწყებებს შორის. აი ასეთ დროს დგება ხოლმე ესეც საკითხი, რომ ვიზა ლიბერალიზაცია ხო არ შეჩერდეს. ამ სტანდარტებში შესაძლოა ჩაიმიტოს ადამიანის უფლებების დარღვევა და ამ მიმართულებით არა ეს აქამდეც იყო. ეს ახალი არის, ეს აქამდეც იყო. ეს არ ხო თითქოს ამით იხემძღვანელებს უფრო მეტადო ეხლა ევროსაბჭო და ევროპარლამენტში რაღაც ასეთი ტიპის განცხადებების მოვისმინე. ანუ რისი თქმა მინდა, რომ არანაირი საფუძველი ამის არ არსებობს, რომ თუ ობიექტურად და სამართლიანად შევხედავთ არსებულ ვითარებას, ყველა სტანდარტით, ყველა კრიტერიუმით, აი სტატისტიკითაც რო ვიხემძღვანელოთ, იმ მოთხოვნებს ამ ობიექტურ და სამართლიან მიდგომას, მაშინ ასე კითხავთ. იმიტომ რომ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს ხოლმე ევროკავშირი, როგორც თქვენ ამბობთ, ხო, იგივე კანდიდატის სტატუსთან, იმ ევროპულ პერსპექტივასთან მიმართებაში სულ ასეთი ტიპის შეფასებები კეთდებოდა მართველი გუნდის მხრიდან. და ამჯერად რატომ გაქვთ ბოლოდინი, რომ მაშინ ობიექტური და სამართლიანი იქნება მათი გადაწყვეტილება? იმიტომ რომ აი ჯერჯერობით რასაც უყურებთ, საყი აზრი მაინც იმარჯვებს. კი, იქ გამოჩნდებიან ევროპარლამენტარები, გამოჩნდება იქ ევროპარლამენტში რაღაც ძალა, რომელიც ახდენს თლიანად იქ მათი ესე ვთქვათ პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლების რაღაც თავმოყრას და რეზოლუციების მიღება, ყველაფერს ამას ახერხებს. მაგრამ მაინც ტიპის დოკუმენტია წარდგენილი, თქვა და იქაც იგივე ნაკლი კრიტიკა ხო დაასრულებდა ამ რეზოლუციას. მაგრამ მაინც საყი აზრი ჯერჯერობით იმარჯვებს. იმიტომ რომ იქაც არიან, აი თუნდაც აი 7 ტიპის დოკუმენტი რო ახსენეთ, ხო? გამოჩნდა ევროპარლამენტშიც მათ შორის. აქამდე ესეთი არ მახსენდება, ხო? ანუ გამოჩნდა იქაც ძალა, რომელმაც პირიქით ჩვენი მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტი წარადგინა. მაგრამ გაქვთ ბოლოდინი რომ ამას მიიღებენ, ანუ კენჭისყრის შედეგად, ნახეთ თქვენ რომ აბსოლუტურად განსხვავებული დოკუმენტია ერთი წარდგენილი. იცით, უკვე ფაქტი არის ძალიან დადებითი და ძალიან პოზიტიური, რომ სამართლიანად არის იმ რეზოლუციის პროექტში აღწერილი ის მდგომარეობა, რაც არის საქართველოში და ის ცდელობები გავლენა მოახდინონ ჩვენ ხელისუფლებაზე და ზოგადად მოსახლეობაზე, ეს ყველაფერი იქ ძალიან კარგად წერია, სწორად არის აღწერილი სამართლიანად. და ეს ფაქტი არის თვითონ უკვე დადებითად შესაძლებელი. მე ეჭვმეპარება რა თქმა უნდა, რომ ეხლა ეს რეზოლუცია გავა, ანუ ჩვენი მხარდამჭერი რეზოლუცია, იმიტომ რომ უმრავლესობა მაინც არიან ის ძალები, რომლებიც ესე ვთქვათ, აი წინა 6 რეზოლუცია რაც მიიღეს, სადაც სრულიად აბსურდული მოთხოვნები იყო, ხო, გაჟღერებული საქართველოსთან მიმართებაში. დაახლოებით ანალოგიური შინაარსის არის პროექტები. შესაძლოა რეზოლუცია გავავიდეს, მაგრამ მე არ მგონია რომ მაინც მიუხედავად ყველაფრისა რეალურად დადგეს ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხი, იმიტომ რომ სულ რომ ვთქვათ რეზოლუციაში მოხდეს რაღაც საკითხად ჩაწერა, ამას გულისხმობ. რეზოლუციაში ხო წინა რეზოლუციების ხა რამდენადაც მახსენდება იქ მსგავსი მინიშნებები იქ ვიზა ლიბერალიზაციაზე თუ არ ვთქვი იქაც იყო. არ მინდა შევცდე, მაგრამ ფაქტია რომ ამ რეზოლუციებს ისეთი ძალა არ აქვს, რომ აუცილებლად რეზოლუციას რაც წერია ის შემდგომ ახსოვს. აი ეს მე კითხა სწორედ, ბოლო კითხვაც ეს იქნება, თქვენ არაერთხელ გითქვამთ მართლ გუნდს გულისხმობ არაპირადად თქვენ რომ რაღაც ფარატინა ქაღალდია, ჩალის ფასი აქვს ამ რეზოლუციებს და მესმის რომ ეს არ არის სავალდებულო აღსრულებისთვის იქ რაც წერია, მაგრამ თვლით თუ არა რომ აი ამ ტიპის რეზოლუციებმა, ამ ტიპის განცხადებებმა ევროპარლამენტიდან და ასეთმა კრიტიკამ მაინც თავის შედეგი გამოიღო და აი თქვა თუნდაც დღეს უვიზოზე და ამის გაუქმებაზეა საუბარი, ის რომ ევროპას დაშორდა ამაზე საუბრობს რაღაც ევროპელი ლიდერების ნაწილი და ასე შემდეგ. ანუ მაინც ხომ არ ფიქრობთ რომ რაღაც როლს ეს ფარატინა ქაღალდი ასე ვთქვა თქვენი შეფასებით ასრულებს? რა თქმა უნდა ეს სასურველი არ არის და აი ეს დეზინფორმაცია ზოგადად რაც არსებობს საქართველოსთან მიმართებაში ეს ქვეყნის გარეთ ძალიან უარყოფითად მუშაობს. ახლა ამაში დარწმუნებული ვარ და ამას ახლა რა დიდი ანალიზი უნდა, იმიტომ რომ იმ დეზინფორმაციის განეიტრალება ქვეყნის გარეთ ძალიან რთულია. მაგრამ ქვეყნის შიგნით ეს არ მუშაობს, იმიტომ რომ მოსახლეობა ძალიან კარგად ერკვევა ყველაფერში და საქართველოში რა პრობლემაა და საქართველოში რა ხდება ძალიან კარგად ესმის ეს მოსახლეობას. ამიტომ ესეთი რეზოლუციები შიგნით არ მუშაობს. ახლა ქვეყნის გარეთ ვიღაცა რო წაიკითხავს, შეიძლება ამ რეზოლუციის გავლენის ქვეშ აღმოჩნდეს, რა თქმა უნდა და ეს ცუდია. ახლა ამას რა თქმა უნდა ამასაც დარწმუნებული ვარ თავის დროზე ამასაც მოევლება. მაგრამ
მაგრამ ჩვენი სიძლიერე ანუ ამ ჩვენ ხელისუფლებას გულისხმობს რაში არის ეს არის მოსახლეობის უმრავლესობის მხრიდან ხარდაჭერაში იმ პოლიტიკის რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და მარტივ ლოგიკას ეფუძნება ეს რომ მოსახლეობა ხედავს რომ ეს არის სწორი პოლიტიკა ეს არის ეროვნული ინტერესების ხარდამჭერი პოლიტიკა და ჩვენი სუვერენიტეტის ხარდამჭერი პოლიტიკა აი ამას ვაკეთებ და აი ეს არის ამაშია ჩვენი ძალა ესე თქვა ეს არის ჩვენი სიძლიერე და ეხლა ესეთ რეზოლუციები ძალიან რთულია რომ რაღაცნაირად ხელი შეუშალო ამ რეზოლუციების მიღებას მაგრამ ტენდენცია აშკარად არის ისეთი რომ ჩვენი პოლიტიკის ხარდამჭერი ძალები მათ შორის ევროპარლამენტშიც სულ უფრო და უფრო ესე თქვა მეტი ხდება და მე დარწმუნებული ვარ რომ დროის საკითხია და საქართველოსთან მიმართებაში მალე მოვა ის დრო როდესაც ეს დამოკიდებულება შეიცვლება დიდი მადლობა რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს და იყავით ჩვენი სტუმარი გიორგი კახიანი იყო ღამის კურიერის ბოლო სტუმარი მე თქვენ ორშაბათამდე გემშვიდობებით დიდი მადლობა რომ ვიყურეთ ორშაბათს კვლავ შევხვდებით ერთმანეთს და კვირის მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს მიმოვიხილავთ ჩვენ სტუმრებთან ერთად